Ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს და უკავშირდება მიმდინარე სასამართლო პროცესს, რომელიც როგორც ჩანს დამთავრდა და ამ სასამართლო პროცესთან მიმართებაში ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ეს უკავშირდება ზურაბ მენთეშაშვილს, 72 წლის პროტესტის მონაწილეს, რომელიც უკვე მეორედ არის დაკავებული. მისი დაკავების კადრებს ხედავთ ახლა თქვენ და იმედი გვაქვს, რომ ადვოკატი უკვე გამოვა კავშირზე, რადგან გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული საქმე მის წინააღმდეგ, რაც ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ხოთ შორის ადვოკატები საუბრობდნენ, იურისტები დღეს ჩვენთან სტუდიაში იმის თაობაზე, რომ თავად ქართულ სისხლის სამართლის კოდექსშიც კი არ არსებობს პრეცედენტი ერთწლიან პატიმრობის ჩამონათვალში, რომელიც პირდაპირ ერთწლიან აუცილებელ სასჯელს ითვალისწინებდეს და მას ყოველთვის აქვს რაღაცა შედარებით უფრო მსუბუქი შესაძლებლობები, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს ის სხვა სასჯელები. ბატონი ჭკადუა ადვოკატი არის ხაზზე, როგორც მეუბნებიან, ის მან სულ ახლახანს დატოვა სასამართლო დარბაზი და შეძლებს მოგვითხროს სასამართლო პროცესის დეტალების და გადაწყვეტილების შესახებ. ბატონო ჯანო, გამარჯობა და ყველას გვაინტერესებს, როგორ დამთავრდა სასამართლო პროცესი. მოგესალმებით, სამწუხარო სასამართლო მიიღო ის გადაწყვეტილება, რისი მოდულის მეტნაკლებად ჰქონდა, თუმცა მაინც ვიმეორებდით, რომ ბატონ ზურაბის მიმართ არ იქნებოდა აკუთვნილი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული, თუმცა სასამართლომ ამ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება და მას აკუთვნილი ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. ერთადერთი მიზეზი, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლო და პროკურატურა მიუთითებდა, იყო ის, რომ ფიზიკოს და საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ბატონი ზურაბი ხელხაი ჩაედენდა იმ ქონებას, რასაც ედავებოდნენ. ჩვენ სასამართლოს უთხრით, რომ მათ ჰქონდათ პროცესუალურად ყველა სახის შესაძლებლობა იმისა, რომ ის საფრთხე, რაც პროკურატურა საუბრობდა, აღკვეთილიყო და ამ შემთხვევაში მის მიმართ არ გამოყენულიყო აღკვეთილი სახის უკიდურესი ღონისძიება, როგორც არის პატიმრობა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ გაითვალისწინა და სამწუხაროდ ბატონ ზურაბის შეუფარდეს აღკვეთილი ღონისძიების სახით პატიმრობა. ბატონ ზურაბი 72 წლის არის, როგორც ვიცით. თქვენ როგორც იური 71 წლის 71 წლის არის. მინდა გითხრათ, რომ შიმშილობს, ასევე აქვს გულის პრობლემები, რადგან სასამართლოში ვისაუბრეთ კიდევაც და ამ ეტაპზე, როდესაც ამ ადამიანს გულის პრობლემები აქვს, ყოველდღიურად შიმშილობს, ყავს 10 წლის შვილი, მის მიმართ აკუთვნილი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნებოდა ძალიან მძიმე. თან მოგესალმებათ, რომ მას ედავებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ისეთ სახის ქმედებას, რომელიც თავისუფლების აკუთვნილი სახით ითვალისწინებს 1 წლამდე და არ შეიძლებოდა, რომ ამ შემთხვევაში გამოყენულიყო პატიმრობა. თუმცა სასამართლო მაინც გამოიყენება და მიგვაჩნია, რომ ეს ბატონ ზურაბის მიმართ არ იყო გამოყენებული, არამედ ეს არის საზოგადოების მიმართვა, რომ საზოგადოებაში დაითესო შიში, იმისთვის რომ ხალხმა არ გააგრძელოს ის პროტესტი, რაც ამ შემთხვევაში რუსთავაზე ხდება. მესმის, რომ ეს სრულიად ახალი ცვლილებები არის დრაკონული ხასიათის კანონმდებლობაში და შესაბამისად პრეცედენტები არ არსებობს, რომ რაღაცა შევადაროთ. ამ მხრივ არის მისი საქმე ასე საინტერესო მთელი საზოგადოებისთვის, მაგრამ თქვენი აზრით, როგორც ადვოკატის და იურისტის, რა სივრცე ქონდა მოსამართლეს გადაწყვეტილებისთვის, შეეძლო თუ არა მას უფრო მსუბუქი გადაწყვეტილების მიღება? არათუ შეეძლო, ვალდებულებას კი ქონდა, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც განმარტე, მას ედავებიან ქმედებას, რომელიც თავისუფლების აკუთვნილი სახით ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აკუთვნას, პატიმრობა არის უკიდურესი ღონისძიება, ბრალდების მხარე უთითებდა მხოლოდ ერთ გარემოებაზე, ანუ ქმედების ხელხა ჩადენაზე და ამის აღკვეთა და ამ მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელი იყო საპროცესო კოდექსის, თუნდაც 202 მუხლის გამოყენებით, ან ამ შემთხვევაში 199 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დამატებითი ღონისძიების გამოყენების, რომელიც უზრუნველყოფს იმ მიზნად, რასაც პროკურატურა ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ქმედება არ განახორციელა.